ეს იქნება ვიდეოს მეორე ნაწილი, სადაც გაგიზიარებთ ჩემს საყვარელ კომპანიას, საიდან ვქირავ ხოლმე მანქანას კვიპროსში. არ ითხოვენ დეპოზიტს, აქვს შედარებით დაბალი ფასები და ეს კომპანია გახლავთ Formula Cars, რომელიც მდებარეობს ლარნაკაში. არ არის ძალიან ცნობილი კომპანია, არის ადგილობრივი პატარა კომპანია, სადაც აქირავენ მანქანებს ძალიან მისაღებ ფასად. მაგალითისთვის რომ გითხრათ, დღის საფასური არასეზონზე არის 30 евро. თუ ვიქირავთ 2 დღით ან მეტით, ხოლო ერთი დღის შემთხვევაში ყოველთვის უფრო ძვირი გამოდის და შეიძლება 40-45 евро იყოს დღეური საფასური. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდი ხნით ვიქირავთ მანქანას, უფრო დაბალი გამოგდით ფასი. ყავთ ძალიან კარგი მანქანები და თითქმის ყველანაირი მანქანა ყავთ, რაც არ უნდა მოგინდეთ, არ ვიცი დაწყებული სედანი, ჯიპი, თითქმის ყველა მანქანა არის ახალი. ვერ გავაგრძელო, აუცილებლად იპოვეთ თქვენთვის სასურველს. არის ძალიან კარგი, ძალიან ნორმალური. მართლა სასიამოვნო არის მათთან ურთიერთობა და ყოველთვის რამდენჯერაც მანქანას ვქირავთ, სულ მივდივართ აქ. არ ითხოვენ დეპოზიტს და დეპოზიტი როგორც იცით საკმაოდ მაღალი არის ხოლმე მსგავს კომპანიებში, დაახლოებით 500-600 евро შეიძლება მოითხოვონ ხოლმე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი უპირატესობა აქვს ამ კომპანიას სხვა კომპანიებთან შედარებით. აუცილებლად დავურთავ სადმე ლინკს, სურათს, სახელს, რაღაცნაირად რომ მოინიშნოთ მათი საკონტაქტო და როდესაც ჩამოხვალთ, არ არის აუცილებელი სიმართლე გითხრათ წინასწარ დაჯავშნოთ, თუ ივლისში და აგვისტოში არ მოდიხართ. იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ყოველთვის ყავთ ხოლმე მანქანები და თუ ივლისში და აგვისტოში აპირებთ ჩამოსვლას, მაშინ ჯობია წინასწარ დაეკონტაქტოთ და დაჯავშნოთ მანქანა. როგორც წინა ვიდეოში უკვე სრულად დავფარე ეს საკითხი და ამ უწრავი პასუხი გავეცი, ვფიქრობ, მაინც გაგიმეორებთ, რომ თან მქონიოთ მართვის მოწმობა, იმიტომ რომ საბუთები ფორმდება ხოლმე და არ იცვალოთ, ჯობია რომ თან გქონდეთ. იმედი მაქვს, რომ გამოგადგებათ ეს ვიდეო და წინა ვიდეოც, რომელიც სრულად დავუთმე მანქანის ქირავების საკითხს. იმედი მაქვს, რომ ამომწრავი იყო ეს ორი ვიდეო და თუ მაინც გქნებათ რაიმე დამატებით შეკითხვა, არ მოგერიდოთ, დამიწერეთ კომენტარებში და რა თქმა უნდა, გაგცემთ პასუხს.